მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია Pulse-ია, მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა იცის, რომ ჩვენი გადაცემები ძალიან ხშირად ეძღვნება მედიცინის კავშირს სხვადასხვა მეცნიერებებთან, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო სასიცოცხლო მეცნიერებებთან, ვინაიდან 21 საუკუნეში ამ კავშირის გარეშე მედიცინის განვითარება შეუძლებელია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მაღალტექნოლოგიურ კვლევებსა თუ მკურნალობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება დიაგნოსტიკას და მექანიზმების ახსნას სხვადასხვა დაავადების და მათ შორის ფიზიოლოგიური, ნორმალური ეგრეთ წოდებული პროცესების. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები მოვიწვიეთ და გვპირდებით ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო საუბარს. საგამომშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ჩემთვის პატივია წარგადგინოთ დღეს ჩემს მაყურებელთან თამარ სანიკიძე, რომელიც გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. და ბატონი გიორგი ორმოცაძე, რომელიც გახლავთ ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და შესავალში მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის მიზანი არის უფრო სისტემურად, კომპლექსურად, ერთიანობაში დავანახოთ ჩვენს მაყურებელს, მიუხედავად მისი პროფესიისა და კავშირისა მედიცინასთან, რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს ერთის მხრივ განათლების თვალსაზრისით, რატო სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქედან დავიწყოთ ფიზიკას, ბიოფიზიკას, ხო? რისთვის სჭირდება მას, როგორ უნდა ახსნას ამითი დაუშვათ მექანიზმები ნორმალური თუ პათოლოგიური პროცესების და მეორეს მხრივ, რატო სჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა შემდგომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის. დიახ. ესე იგი, დავიწყოთ იქედან, რომ ბიოფიზიკა ეს არის ინტრადისციპლინური დარგია, რომელიც იყენებს ფიზიკურ პრინციპებს ცოცხალი ობიექტების შესასწავლად. სწავლობს ქიმიურ, ფიზიკურ, ფიზიკო-ქიმიურ პროცესებს, რომელიც საფუძვლად უდევს ბიოლოგიური სისტემების ფუნქციონირებას, სწავლობს ამ სისტემების ფუნქციონირებას ატომურ, უჯრედულ, ორგანოების და სისტემურ დონეზე. ამ პროცესებს მიეკუთვნება უამრავი პროცესები, ისეთივე როგორც მექანიკური მოძრაობა. ეს არის გადაადგილება, საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირება და არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევა, ესეც არის მექანიკური პროცესები. სუნთქვის დროს აირის მოძრაობა სასუნთ გზებში. ელექტრული პროცესები, რომელიც მოიცავს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ნერვული იმპულსების გავრცელებას, სითბოს გამოყოფა, რომელიც თან ახლავს სხვა მეტაბოლურ პროცესებს, უზრუნველყოფს თერმორეგულაციას. აგრეთვე ბიოფიზიკის და ფიზიკის დარგი ინტერესთა საგანია არის ურთიერთქმედება ცოცხალი ორგანიზმის გარემომცველ არესთან, იმ ფიზიკურ ფაქტორებთან, რომლის უგულუბრობა არ შეიძლება, ეს არის მექანიკური ფაქტორები, როგორც არის ბგერითი ტალღები, აკუსტიკური ბგერები, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ ყურით, რომელიც აქტუალურია, მაგრამ იმის გარდა არსებობს ისეთი სიკშირეები ბგერების, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, არა ისინი არსებობენ და მათი ზემოქმედება ჩვენ ორგანიზმს ჩვენ არ შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ იმათ გადააქვს ენერგია, წნევა, ზემოქმედება და რაღაცა შეუძლია ზემოქმედებას ახდენენ ცოცხალ ორგანიზმში. ასევე ეს არა მხოლოდ მექანიკური პროცესები, არამედ ელექტრული და მაგნიტური ველები. აი სწორედ ამ ფაქტორების გამოყენება ძალიან აქტიურად ხორციელდება მედიცინაში სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ, ხო? აიგია მაგალითად სადიაგნოსტიკოდ
ჩვენ ვიყენებთ თქვათ ელექტრულ პარამეტრებს ცოცხალი ორგანიზმის, ეს არის ენცეფალოგრაფია, კარდიოგრაფია, რომელიც სწავლობს ცოცხალი ქსოვილის, ამ შემთხვევაში გულის ან თავის ტვინის ელექტრულ თვისებებს, თუ როგორ იცვლება ისინი მას ფუნქციონირების დროს, აი გულის კუნთის მუშაობა წარმოუდგენელია, თუ არ გავითვალისწინებთ გულის კუნთის ელექტრულ გამტარებლობას. გამტარებლობას, სწორედ აქტივობა, მისი მექანიკური შეკუმშვა, რელაქსაცია და მისი ტუმბოს როლი სიზარხის სისტემაში წარმოადგენს მისი დაფუძნებულია მის ელექტრულ გამტარებლობაში. სწორედ ელექტრული გამტარობა გულის კუნთის სხვადასხვა უბნის სწავლობს ელექტროკარდიოგრაფია. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენთვის სწორედ მექანიზმის ასახსნელად ერთის მხრივ ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირების ფიზიკო-ქიმიური თავისებურებების გათვალისწინებით ახსნა ელემენტარულად რო ვთქვათ მარტივ ენაზე ახსნა დაუშვათ იმისი თუ რა ხდება ორგანიზმში ფიზიკური თუ ქიმიური ცვლილებების დონეზე, მაგრამ ამავდროულად როგორ შეგვიძლია მე ეს ცოდნა გამოვიყენოთ დიაგნოსტიკისათვის და ბუნებრივია კვლევებიც ამაზეა დაფუძნებული ძალიან ხშირად, რომ შევისწავლოთ და შემდეგ ანუ გამოყენებითია ეს კვლევები, შევისწავლოთ შემდეგ გამოვიყენოთ ეს ცოდნა გარკვეული ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების და თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით. ეხლა თანამედროვე ნევროლოგიაში სწორედ ელექტრული იმპულსების გატარების ესეთი ხსილმისეული შესწავლით და მექანიზმების ესე ვთქვათ ფიზიკურ ენაზე თარგმნით და პირიქით ფიზიკური ფაქტორების თარგმნით ბიოლოგიურ ენაზე ცდილობენ სწორედ პერიფერიული განსაკუთრებით დაზიანებების დროს რაღაცა ეს ანალოგია გამოიყენონ იმისთვის, რომ ძალიან მალე ამ ჩიპების დონეზე და ელექტრული იმპულსების გადაცემის დონეზე ალბათ ახალ მეთოდებსაც შემოგთავაზებენ სუფთა ფიზიკის გამოყენებით, ელექტროფიზიკის გამოყენებით მედიცინაში. და ბატონ გიას მინდა ახლა ვთხოვო, რომ გავაგრძელოთ საუბარი რა არის ვიდრე ჩვენ უშუალოდ რადიაციული, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების პრობლემების შემსწავლა ლაბორატორიაზე ვისაუბრეთ, რაც ასევე ძალიან აქტუალური საკითხია განსაკუთრებით დღევანდელ ონკოლოგიაში, მე ვიტყვი და არა მარტო. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბიომედიცინის ექსპერიმენტულმა ცენტრებმა, ისეთი როგორიც არის თავშად თქვენი ცენტრი, მაქსიმალურად შეძლოს ყველა იმ მოვლენის ლაბორატორიულ დონეზე შესწავლა და სამეცნიერო კვლევების დონეზე შესწავლა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს არა მარტო ჩვენი სტუდენტების განსწავლას, არამედ რეალურად ახსნას იმ თავშად დღემდე აუხსნელი ფაქტორების, თუნდაც იმ დაავადებების, რომელთა აღმოჩენილ, რომელთა ფუნქციონირების, ასე ვთქვათ, რომელთა გავლენას ჩვენ ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვანია მკურნალობის კუთხით. მოგახსენებთ მე უბრალოდ ასეთ უწყვეტი გადასვლა რო გამოვიდეს ქალბატონი თამარის ამ იდეას გავაგრძელებ და შემდეგ უკვე ლოგიკური და ორგანული მიბმა იმ პრობლემატიკასთან რა პრობლემატიკაც დღეს არის ძალიან ახლო და პრაქტიკულად ეს ინტერდისციპლინარულობა ნიშნავს იმას, რომ სად იწყება ერთი, სად თავდება და სად იწყება მეორე დარგი, ამის გარჩევა ურთულესია. პრაქტიკულად შეუძლებელია და სწორედ აი ჯერ თვითონ სტუდენტისთვის რამდენად აუცილებელია ეს ფიზიკა. ეს არა მარტო ცოდნის სფეროა, რომელიც გარკვეულ ცოდნას აძლევს, რომელიც შეიძლება შემდეგ გამოიყენო როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობაში, არამედ თვითონ შემეცნების თვისობრივად ახალ პრინციპებთან არის დაკავშირებული. დღეობით აი ეს პრობლემატიკა, რომლის წინაშე დგას თუნდაც იგივე ბიოფიზიკა, იგივე რადიობიოლოგია, აქ გამოიკვეთა აი როგორ გითხრათ ეს ცოტა ისეთი თემა, რთული თემა, რომლის გაშლა საათები და დღეები დაჭირდება. ძალიან მოკლედ რომ ვისაუბროთ თლიანობისა და მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთმიმართება. ეს ისტორიულად
უძველესი დროიდან მოდის, ეს ჯერ კიდე არისტოტელედან დაწყებული, რომ მთელი მეტია მის შემადგენელ ნაწილებზე, შემდეგ დეკარტემ ალტერნატიული პარადიგმა, რომ მთელი უდრის მის შემადგენელ ნაწილებს. ამან ერთის მხრივ გაამარტივა და პრაქტიკულად მეთოდოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. თუ მთელი არის მისი შემადგენელი ნაწილების ტოლი, მაშინ რთული რო გავიგოთ, უნდა გავშლოთ და აი ასე ნაწილ-ნაწილ მოვახდინოთ მისი, მაგრამ დღესდღეობით უკვე აი ესეთი ფენომენები, რომელიც ჩემთვის ახლოა რადიაცია და რადიობიოლოგია, ხო? როგორიც არის რადიომგრძნობელობის ფენომენი, ხო? რადიომგრძნობელობა ეს არის როგორც მთლიანობის მახასიათებელი სიდიდე და მისი დეკომპოზიცია, დაყვანა იგივე მოლეკულურ დონეზე, უჯრედულ დონეზე, ქსოვილოვან პრაქტიკულად შეუძლებელი. ხო, ორი მიმართულება, ორი როგორ გითხრათ, სეგმენტია, ხო, აი ინგლისურად sensitivity და susceptibility. ეს ორი, რომელიც პირველი შეეხება სწორედ იმ ძველ მიდგომებს, სადაც პოპულაციური ჯრედული პოპულაციების დონეზე ხდებოდა განხილვა და ეს susceptibility უკვე სხვა. ამის ანალოგი არის აი მიდრეკილება, ონკოლოგიური დაავადება და ზოგადად დაავადებების დიახდა. აი ამ თვალსაზრისით არა უკვე ერთის მხრივ განვითარდა ეს სისტემური ბიომედიცინა და მეორეს მხრივ უკვე მთლიანად ეს მათემატიკური აპარატები, რომლებიც მხოლოდ მათი საშუალებით შეიძლება აქ რაღაცა ისეთი ფასეული კვლევების ძალიან უხეში მიახლოებით რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით იგივე სიტუაცია არის ახლა ბიომედიცინაში, რაც იყო კლასიკურიდან კვანტურში გადასვლის. რა ძირითადი განსხვავებაა ეს კლასიკურსა და კვანტურს შორის? კლასიკურში გვაქვს ჩვენ ძალიან მკვეთრად განსაზღვრული თვისობრიობების მატარებელი რეალობის კომპონენტი, ანუ ობიექტი. კვანტურში ასეთი რამ არ გვაქვს. კვანტურში არის რაღაც აი მაგალითად ელექტრონი, ეს არის გამფენილობა, რომლის განხილვა შეიძლება მხოლოდ რაღაც გარკვეულ კონტექსტში, ხო? ბიოლოგიაში თუნდაც ერთი მაგალითი მემბრანა, ბიოლოგიური მემბრანა, რთულ სისტემებზე როდესაც ვლაპარაკობთ, ხო? პირველი მახასიათებელი გეომეტრიული ზომები სად იწყება სამთავრდება. სად იწყება მემბრანა, სამთავრდება. ამას პასუხს ვერავინ ვერ და ის რაც არის იმაში, რა ქვია, წიგნებში ეს არის მკვდარი ფორმალიაში ჩადებული, უკვე დაფიქსირებული, ხო, თორემ აი ქალბატონი თამარი ცოცხალ გარემოში აქ უკვე მემბრანის სტაბილიზაციის პირობა არის ორი მხრიდან დიპოლური გამხსნელის. აქედან რა გამოდის? გამოდის ის, რომ აქ უკვე ცალსახად უკვე ჩვენ ობიექტზე ვერ ვრჩელობთ. უკვე აი გამფენა ხდება თვითონ თავისთავად ცნების. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი ის, რომ დახასიათება, აი მდგომარეობა, ხო, რომ ჩვენ რა არის საერთოდ, თუნდაც მედიცინაში დიაგნოსტიკა და შემდეგ კურნალობა. ეს არის რა, კლასიფიცირება და შემდგომ უკვე პროგნოზი, ხო? თუ კლასიკურში ეს ყველაფერი დადის რაზე, აი წერტილი რო ავიღოთ მატერიალ, კოორდინატა და იმპულსი, ხო? განტოლება, რომელიც ამის ევოლუციას აღწერს, ეს არის რა, ნიუტონის კორელაცია ვიცით და განსაზღვრულია და გარკვეული კანონზომიერება გვაქვს. დიახ, აი მკაცრად განსაზღვრული მიზდა შედეგობრივი კავშირი. კი ბატონო. აქ უკვე ეს იშლება.
და შემოდის რა, უკვე შემოდის რომ როგორც კვანტურში, ასევე აქაც შეიძლება მხოლოდ ალბათობებზე ლაპარაკი. და ალბათობები თან დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს მითითებული. დამაჯერებლობის ხარისხი ეს უკვე უკავშირდება განუზღვრელობის ფენომენს, რომელიც პრინციპში განსხვავდება ცდომილებისაგან და უფრო ინფორმაციულ დეფიციტთან არის ასოცირებული და თუმცა განუზღვრელობის თეორია თავის მხრივ ძალიან საინტერესოა ალბათ ჩვენი სამედიცინო მეცნიერებებისთვის და ასეთი სასიცოცხლო მეცნიერებებისთვის, იმიტომ რომ პრინციპში გვაძლევს, გვივსებს იმ ვაკუუმს, რომელიც გვაქვს არ ვიციდან აღმოვაჩინემდე, იმიტომ რომ ეს განუზღვრელობის ფენომენი, რომელსაც ძალიან თეორია ზოგადად ძალიან საინტერესოა თავისთავად როგორც შემუშავდა და განისაზღვრა, რომ გარკვეულწილად ის ეტაპია, რომელიც ჩვენ გვიბიძგებს, ჩვენი მოტივატორი ხდება იმისათვის, რომ ვიპოვოთ, ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გამოთვლათ ხერაზეც ბრძანეთ. მაინც ჰიპოთეზის, ასე ვთქვათ, არსებობა შესაძლებელი ხდება იმ ცოდნის საფუძველზე, რაც უკვე გვაქვს და გარკვეულწილად ეს ქმნის მედიცინის ფილოსოფიასაც და ზოგადად სასიცოცხლო მეცნიერებისა და სიცოცხლის ფილოსოფიასაც. ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველაფრის ცოდნა ჩვენ ამ წუთაში არ შეიძლება გვქონდეს, თუმცა სწრაფვა მუდმივი იმისაკენ რომ რაღაცა აღმოვაჩინოთ, რაღაც მოვლენები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ალბათ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ მათემატიკაც ახსენეთ, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება მე ვერ დავასაბუთო რაღაც, მაგრამ თუ ეს კავშირები მოვახერხე და გარკვეული მათემატიკური მოდელირება მოვახერხე, მაშინ იქნებ შესაძლებელი გახდეს ამისი უბრალოდ გამოთვლა. არა რეალობაში ამის დანახვა, არამედ გამოთვლა. რომ შესაძლებელია ეს ასე იყოს. და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო მიმართულება აიღო ჩვენმა საუბარმა და ამიტომ ახლა ქალბატონი თამარიც რო ჩავრთო, ასეთ კითხვას დავსვამდით. თუ გამოვალთ ბატონი გიორგის ასე ვთქვათ მიმართულებიდან, რომელიც მას საუბარს მისცა, რამდენად შეუძლიათ დღეს მე უკვე სტუდენტებზე აღარ ვსაუბრობ, თვითონ ჩვენს კოლეგებზეც, იგივე დოქტორანტებზეც, მეცნიერებზეც, რატო ვახსენე დოქტორანტები, ისინი უკვე პრეტენზია აქვთ, ხო, ამბიცია აქვთ, რომ სამეცნიერო კვლევას აკეთებენ. და ზოგადად ჩვენს, რა თქმა უნდა, სფეროში ჩართულ მუშაკებზე, რამდენად აქვთ მათ ეს სისტემური ხედვა, აი ასეთი აღქმა მედიცინის და არის თუ არა პერიოდულად საჭირო განახლება აი ამ ცოდნის, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ვისწავლეთ, ხო? რა თქმა უნდა. ფიზიკაში მე დღემდე მახსოვს ჩემი ფიზიკის ლექციები, კურდღელაიძე იყო ჩემი ლექტორი და მაშინაც ვამბობთ რა გვინდა ეს და ხო ვისწავლეთ სკოლაში და შემდეგ. მე რა თქმა უნდა ჩვენ განახლება თუ არ მოგვიწია კონკრეტულად იმ მიმართულებით საქმიანობა ამ ცოდნის განახლება არ ხდება და თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, ესეთი მექანიკური არ არის ეს. ეს არის ეს ცოდნა საჭირო არის არა მარტო კონკრეტულად რაღაც დიაგნოზის დასმოთ, რაღაც კურნალობის დასადგენად, რაღაც ბიომექანიზმის გასაგებად, არამედ ალბათ ჩვენი ხედვის ჩამოსაყალიბებლად, სწორი ხედვის და სწორი აღქმის. ამ მიმართულებით რა ხდება და თუ არის რაღაცა გარკვეული UPG კურსები, განსაზღვრული თვითონ ექიმებისთვის ბიოფიზიკის, ფიზიკის დარგში და კონკრეტულად თქვენი მიდგომა როგორია იმისთვის რომ კომპლექსური იყოს ხედვა. ხო, ნუ მე ვფიქრობ, რომ ფიზიკის სწავლება და სხვათა შორის აი ბოლო წლების უკვე სტუდენტებში აღარ ხდება ისეთი როგორც ადრე იყო, რომ რაში მჭირდება ფიზიკა. ამას აღარ ამბობენ. კი, შეიძლება მათი მომზადების დონე უფრო დაბალია, იმიტომ სკოლაში ნაკლებად ექცევა ყურადღება ფიზიკის სწავლებას, მაგრამ ძალიან კარგად აცნობიერებენ თუ რისთვის სჭირდება ფიზიკა და ძალიან ბევრი უკვე ექიმებისთვის ან მაღალი კურსების სტუდენტებისთვის, მათ შორის უცხოელებისთვის ვიღებ წერილებს, რომ აი მადლობა, ეს ცოდნა დაგვეხმარა, იმიტომ ფიზიკა ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ცნებების შესწავლა და ის ქმნის ჩვენ მსოფლმხედველობას ბიოლოგიურ ცოცხალ სისტემაში. აი, მოდი დავიწყოთ იქიდან, რითი განსხვავდება ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება. საშენი ბლოკები ეს არის ერთი და იგივე მარტივი მოლეკულები.
მაგრამ როგორც სიტყვები, ხო, ალფავიტში 30, 26 სხვადასხვა ალფავიტში ასოა, ხო, მაგრამ ამ ასოებიდან შეგვიძლია უამრავი, უთვალავი რაოდენობის სიტყვების შექმნა, ხო? ამ შემთხვევაში მოლეკულების. მერე თუ როგორ დააწყვილდება ეს მოლეკულები, აი სიტყვებს როგორც განვალაგებ, იღეთ სხვადასხვა წინადადებებს, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა აზრი, ხო? შეგვიძლია სხვადასხვა აზრის გამოთქმა და ამავე დროს ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა წინადადებში იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ზუსტად ასე ამ უმცირესი ატომებისაგან ეს ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი წარმოიქმნება უამრავი ბიოლოგიური მოლეკულები, რომელიც ჩვენ ხვდება როგორც ცოცხალ და ასევე არაცოცხალ ბუნებაში. მაშ რატომ რითი განსხვავება ეს ბუნებაა? ნუ არსებობს ასეთი მოსაზრება და ალბათ ესეც სწორია და აქ კიდე უფრო იკვეთება ფიზიკის მნიშვნელობა, რომ ჯერ ერთი როგორ წარმოიქმნება მოლეკულები ატომებისაგან, კი, ეს თქვათ, ვიტყვით, რომ ქიმიისაგანი, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, მოლეკულების წარმოქმნისას ჩვენ გვაქვთ რა ატომებს შორის ურთიერთქმედება და ამ ურთიერთქმედების საფუძველი ისევ და ისევ ფიზიკური პროცესებია, ხო? ყველა ვიცით, წყალბადური ბმები, კოვალენტური ბმები, ვანდერვალსის ბმები, კავშირები, ეს არის სხვადასხვა სიძლიერის, სხვადასხვა პირობებში წარმოქმნილი ფიზიკური ურთიერთქმედება, რომელიც განსაზღვრავს მოლეკულის შექმნას, მერე შემდგომში მაგალითად რთული ცილოვანი მოლეკულების სივრცულ განლაგებას, რაც განსაზღვრავს მაგ ფუნქციას. და აი სწორედ აქ უკვე მოვდივართ რასთან, რომ რა განსხვავებაა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებას შორის. ამ მოლეკულების სირთულეში, იმიტომ რომ ამ შემადგენლობა დამოკიდებულია დაკავშირებულია ამ ელექტრულ, ანუ ამ ფიზიკურ ურთიერთქმედებასთან და შემდგომში სივრცე განსაზღვრავს ფუნქციას. შემდგომში ეს რადგანაც ეს ელექტრული ურთიერთქმედებები, ისინი ძალიან გრძნობიარეა გარეგან ელექტრომაგნიტურ ველებთან, ხო სწორია და სწორედ იმიტომ ორგანიზმი ხომ მთლიანი სისტემაა და ამ ელექტრული ველის შეცვლა იცვლის მოლეკულის სტრუქტურას, იცვლება არხის განლადობა, ფერმენტის აქტივობა, რეცეპტორის აქტივობა, გამოიყოფა ახალი ნივთიერებები, ხო სწორია? აქ შეიძლება იგივე მოიყვანო ჰომეოპათიის მნიშვნელობა, ხო? ამბობენ წყალია, მაგრამ ამ წყალს ახლა მე არ ვამბობ სამკურნალო, მაგრამ რაღაცა კორექტიული თვისებები არ გააჩნია, ამაზე შეიძლება მერეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ერთი სირთულე, ხო სწორია? მერე თითოეულ მოლეკულას, რომელიც შედგება ერთი და იგივე ბლოკებიდან, გააჩნია ერთი და იგივე ფუნქცია და იმიტომ სრულიად ლეგიტიმური დგება კითხვა, როცა ჩვენ სწავლობთ ცოცხალ ორგანიზმს. თუ რა ფუნქციას ასრულებს ეს თუ მეორე მოლეკულა, ხო სწორია? შეიძლება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს უკვე ბიძგია, რომ გავაგრძელოთ კვლევა. ეხლა არაცოცხალ ორგანიზმში აქ რომელი მოლეკულა რა ფუნქციას ასრულებს, ამას ნუ მე მგონი აზრი არ გააჩნია ამ კითხვას. ასევე ცოცხალი ორგანიზმს გააჩნია უნარი ენერგიის წარმოქმნის, გარდაქმნის და მის ხარჯზე მუშაობის შესრულების უნარი. თანაც როგორც ვიცით, ცოცხალი ორგანიზმი ეს არის ღია სისტემა, ის მოიხმარს ამ ენერგიას გარედან, აი მცენარეები მზის ენერგიის ხარჯზე წარმოქმნიან ორგანულ ნაერთებს, რომელიც ცხოველები უკვე მიირთმევენ, მაგრამ შემდგომში ეს ქიმიურ ბმებში, ხო, აი დიეტა რა, მაღალკალორიული თუ დაბალკალორიული პროდუქტები, ხო? ეს არის ის ენერგია, რომელიც აკუმულირდება ბმებში. ხო და ამ ბმების გახლეჩვისაც, მაგალითად გლუკოზის გახლეჩვისაც გამოიყოფა ძალიან დიდი ენერგია და იმიტომ შაქარი უნდა მივირთმათ ცოტა, თუ არ გვინდა რომ მოვიმატოთ წონაში, ხო სწორია? ეს ძალიან ისეთია, ხო, ყველაფერი. ანუ არც ერთი ცოცხალი ბიოლოგიური სისტემა არ იმყოფება წონასწორო მდგომარეობაში. წონასწორობის მდგომარეობა ეს არის უკვე სიკვდილი. ანუ როცა ორგანიზმი კარგავს უნარს, ხო? მიიღოს გარდაქმნას და მოიხმაროს ეს ენერგია. არაცოცხალი ბუნება
მიისწრაფის წონასწორობისკენ, ხო? ყინული დნება, გადაიქმნება წყლად, წყალი ორთქლდება და ჩვენ გვაქვთ ქაოსი, ხო? საოცარია. ეს არის და ძალიან დიდი მადლობა, ესეც საინტერესო. თითქოს მარტივი, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ესეთი დამაფიქრებელი, მე ვფიქრობ, კავშირის დანახვით, იმიტომ რომ თითქოს პირიქით ადამიანს მიისწრაფვის რაღაც სულიერად, გონებრივად ჰარმონიისკენ, როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან. ეს ჰარმონია პრინციპში ასოცირდება სწორედ წონასწორობასთან, ამ გაგებით, მაგრამ ფიზიკური გაგებით აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს თითქოს რაღაცა უფრო შეწყვეტილი ურთიერთობაა და აი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ისევ რომ დაუბრუნდეთ ბატონ გიორგის და გავაგრძელოთ ეს თემა. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ თითოეული ჩვენთაგანისთვის კარგად გვესმოდეს ჩვენ თვითონ როგორ შეგვიძლია მართოთ რახან ჩვენ ენერგიაზე ვსაუბრობთ, ყველა ფიზიკას ვერ ისწავლის, ყველა ფიზიკოსი ვერ იქნება, ყველა შეიძლება მექანიზმები არ ესმოდეს, მაგრამ აი წეგან ამაზე ვსაუბრობდი, რომ აი სისტემური ხედვა ქონდეს, როგორც ქალბატონმა თამარმა ბრძანა, მსოფლმხედველობას ავითარებდეს, გარკვეულ ცოდნას ავითარებდეს ჩვენში თუნდაც ინტუიციურ დონეზე, როგორ უნდა ვიურთიერთოთ გარე სამყაროსთან. და აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ადამიანმა თავისი ფიზიკური სხეული მართოს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფიზიკურ სხეულში თავისთავად ცალკე სისტემაა და მის გარშემოც გარკვეული ველი იქნება, რომლითაც ის ურთიერთქმედებს სხვა ველებთან. და რა თქმა უნდა, მე უკვე რადიაციულ თემებზეც მინდა რომ გადავიდეთ. იცით რა არის თავისთავად არა ნებისმიერი თუნდაც სოციალი და განსაკუთრებით აი საკუთარი თავის ფლობა, საკუთარი თავის ცნობა. ეს ერთი შეხედვით არა შეუძლებელია და საერთოდ ერთი შეხედვით კი არა, საერთოდ შემეცნება ეს არის უსასრულო, როგორც ახლა ვთქვით, ხო, ინფორმაციული დეფიციტი ეს ამოუწურავია, მაგრამ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ იმ პრინციპებზე, რა პრინციპითაც არის სტრუქტურირებული მატერია და კონკრეტულად ცოცხალი მატერია. და ის თვისობრიობები და ის გამოვლენები როგორ ხდება მარტივიდან რთულის სინთეზი, ხო? ყველაფერი იწყება საიდან 3 თუ 4 ელემენტარული ნაწილაკი და 4 ფუნდამენტური ფიზიკური ძალა, ხო? აქედან იწყება ყველაფერი. იქნება ატომი, შემდეგ მოკვე მოლეკულა, შემდეგ უკვე აი სუბუჯრედული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრინციპი ეს არის სისტემურობის პრინციპი. და რაში მდგომარეობს, რომ ეს სისტემა ეს არ არის რაღაცა ერთობლიობა. არამედ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ტიპის ერთობლიობა არის, რომელიც ახალ თვისებას გვაძლევს. ამას ემერჯენტული თვისებაო ასეც მოიხსენიებ. შემდეგ უკვე აი ამ თვისებების გაერთიანებით კიდევ ახალი თვისებები შეიქმნება და საბოლოო ჯამში რა ვღებულობთ, რომ ადამიანი არის მისი მოლეკულების ერთობლიობა? რა თქმა უნდა არის, მაგრამ უფრო მეტია, რადგან მოლეკულას საუბარი არ შეუძლია, კონტაქტი არ შეუძლია, ხო არა, ეს თვისებები როგორ ხდება მოლეკულიდან დაწყებული უკვე თლიან ორგანიზმამდე, არა, სწორედ აი ამ პრინციპში, აი როდესაც ლაპარაკობენ ანალიზი რა არის? დაშლა, ხო? და აი სწორედ სწორი თუა ანალიზი არა, ეს იერარქიულად უნდა იყოს დალაგებული, თორემ დაშლა ეხლა აი ბავშვი რო თოჯინას იმიტომ კი არ ამტროს რომ სადისტია და რაღაც. აინტერესებს. ანალიზი მე ვიტყოდი არაფერი იქით. ტესტების ანალიზი, ცალკეული სისტემის შექმნა და წარმოდგენა ამ ცალკეული პარამეტრების ცვლილებების მიხედვით მთელი პროცესის განვითარება. აი, სწორედ რა თქმა უნდა, ამას ორმხრივი პროცესია. ვცდილობთ რომ ეს ვასწავლოთ ბავშვებს, ეს პრინციპი და შემდეგ უკვე
თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით ზოგი ან ვითარებს ამას, ზოგი ვერ. აქ მთავარი რა არის, აი ძირითადი პრობლემა, რომ ასეთი მიდგომის დროს აი შეიძლება ყველაფერი იცოდე კომპონენტების, მაგრამ თლიანობაში ვერ ფლობდე სიტუაციას. რატო? იმიტომ რომ თანაფარდობასა აქვს აქ მნიშვნელობა. აი ჩვენ გქონდა ბედნიერება რომ ჩაგვეტარებინა კვლევა, ხო, ქალბატონო თამარ. საჩხერის რაიონში ეს პოპულაციური სპეციფიურობა ონკოლოგიისადმი მიდრეკილება ეს პოპულაცია სპეციფიურია და ეს სწორედ აი ეს მთლიანობის დონეზე შეიძლება გამოჩნდეს. და რა არის ახლა აი ასეთი სისტემური ბიომედიცინისათვის დამახასიათებელი, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია, ნორმის ფარგლებშია, მაგრამ თანაფარდობებია დარღვეული. და აი როგორც ქალბატონმა თამარ დამერწმუნებით, ხო, თუ ზოგ სოფლებში ვთქვათ, გამოჩნდა უფრო მაღალი კანცერის რისკი, ზოგ ნავგალი და სხვათა შორის ეს ინტერლეიკინების თანაფარდობას. ეს არის ანთებითი მარკერები, ხო, რომელიც სხვადასხვა ფაქტორების საპასუხოდ აქტიურდება და აქ მინდა მე სწორედ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, აი ისევ ორგანიზმის ფუნქციონირების საფუძველს, ხო, ეს არ არის მხოლოდ ელექტრომაგნიტური ველი. ორგანიზმში არსებობს თავისი პოსტალიონები, ანუ ინფორმაციის გადამცემები და ეს არ არის მხოლოდ ნერვული იმპულსები, რომელიც როგორც ელექტრულ კაბელებზე მოძრაობენ, ნუ თავის ტვინიდან ან ზურგის ტვინიდან სხვადასხვა ორგანოებში, არამედ არსებობს უამრავი მცირე ზომის რეაქციული ნაერთები, აი ეს არის ჟანგბადის რეაქციული ნაერთები, რომელიც წარმოიქმნება ჩვეულებრივი მეტაბოლიზმის პროცესში, აი ეს მიტოქონდრიული სუნთქვა, დეტოქსიკაციური სისტემები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ელექტრონები გადაადგილდება ელექტრონულ სატრანსპორტო ჯაჭვებში და ხდება ჟანგბადის რეაქციული ნაერთების წარმოქმნა. ახლა ორგანიზმში მოგეხსენებათ არსებობს მათი დეტოქსიკაციური სისტემა, როგორც არის ფერმენტული და არაფერმენტული ანტიოქსიდანტური სისტემა, მაგრამ აი სწორედ ეს ნაწილაკები და არა მხოლოდ ჟანგბადის რეაქციული, აი მცირე ზომის ნაწილაკები, მათ შორის აი 2 ამინომჟავა, 3 ამინომჟავას მიერ წარმოქმნილი ცილები, უმცირესი ცილები, ისინი უერთდებიან სხვადასხვა ბიოლოგიურ აქტიურ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოლეკულებს, ცვლიან მათ სტრუქტურას, აბლოკირებენ რაღაცა საიტებს და არეგულირებენ. ანუ ეს არის ჩვენ შეგნით ენა, ხო? არა ხმოვანი, არამედ ისევ და ისევ ფიზიკური ურთიერთქმედებების ენა, იმიტომ როცა წარმოიქმნება ბმა, თუნდაც კოვალენტური და არაკოვალენტური, იქ არის აი სწორედ ეს მცირე ნაწილაკების, მცირე მნიშვნელოვანია, რომ არის ძალიან მოქნილი, კი ბატონო. გადალახავენ მემბრანასაც, შეუძლია დააზიანონ თუ კიდე და სწორედ ეს მექანიზმი წარმოადგენს აი რადიაციული დაზიანების საფუძველს, ხო? როცა ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ხო? ეს არის ენერგია, რომელიც ვრცელდება, ხო? და ეს ენერგიის პორცია ფოტონი, თუ ეს ენერგია საკმარისია, ის დააზიანებს რომელიღაცა ბიოლოგიურ მოლეკულას, მათ შორის დნმ-ს და აი აქ უკვე ჩაირთვება ისევ რეპარაციული მექანიზმები ან დამაზიანებელი მექანიზმები ან უჯრედი ხვდება რომ ის ვეღარ გადარჩება და ხო არის სხვადასხვა გზების სიკვდილის აპოპტოზი და ნეკროზი. კი ბატონო. და ეს არის ფიზიოლოგიური სიკვდილი აპოპტოზი, ხო? როცა უჯრედი გრძნობს, ხო, ნებისმიერი დაზიანება იწვევს ენერგიის დაქვეითებას. თუ ენერგია სწრაფად მცირდება, უჯრედი სკდება. ვეღარ ინარჩუნებს ჰომეოსტაზს და სკდება. მაგრამ თუ უჯრედი ხვდება, რომ ის სკდება, თავის დროზე სანამ მისი ენერგია ნულამდე დაქვეითდა, იყენებს არსებულ ენერგიას რისთვის, რომ წარმოიქმნას აპოპტოზური, პროაპოპტოზული ცილები, დაყოს არის თავი მცირე აპოპტოსომება. თუ განადგურების მექანიზმი შართოს, კი ბატონო.
ხო და ასე თქვა რადიაციული დაზიანების დროს აი ბატონი გია იტყვის არსებობს დეტერმინისტური და სტოხასტური ეფექტები, ხო? აი ძლიერი რადიაციის შემთხვევაში, მაღალი დოზების, მაღალი ენერგიის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში მიმდინარეობს დეტერმინისტული ეფექტები, რომ ადგილი გვაქვს უჯრედების მასიურ მკდომასთან. ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება კარგიც არის, რომ ეს უჯრედები აღარ გამრავლდება და ეს დაზიანება აღარ გამოიწვევს, მაგრამ თუ ეს კვდება მასიურია, მაშინ ორგანოების დისფუნქცია, სხივური დაავადება და კვდება ორგანიზმი. ხო, ძალიან საინტერესო თემა, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ხაზია, მაგრამ სანამ ჩვენ უშუალოდ ამ რადიაციულ მაგალითზე გადავედით, მანამდე იყო ძალიან საინტერესო ის თემა, რომელმაც პრინციპში მოგცა კიდევ ერთ ისეთი შუალედური დასკვნის საშუალება მაყურებლისთვისაც, რომ გასაგებია ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ თქვენი მოსმენით, მაგრამ პერიოდულად რომ მაყურებელსაც განუმარტოთ, რომ ჩვენ აღვნიშნეთ როგორც სისტემური ხედვის, როგორც ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანობის და ამასთანავე გამუდმებით გარკვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი თუ იქით ზემოქმედი, მოკლედ სისტემების ზემოქმედება აი ამ წვრილი მექანიზმების გამოყენებით, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო ფაქტორი ის გახლავთ ჩემი აზრით აი ამ შუალედური დასკვნის სახით, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი უამრავ მექანიზმზე, რომელიც მოქნილობის თვალსაზრისით შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ აბსოლუტურად ცვლიდეს ფუნქციას, აბსოლუტურად ცვლიდეს საპასუხო რეაქციას, ეს ხდის სისტემას უნიკალურს. იმიტომ რომ ჩემ ორგანიზმში აბსოლუტურად სხვა რეაგენტები, მედიატორები, ფოსტალიონები, მესენჯერები შეიძლება გაჩნდეს და სულ სხვა მოლეკულებს მიებას და სულ სხვა ინფორმაცია წაიღოს და სულ სხვანაირად მოიქცნენ მოკლედ და ჩემი საპასუხო რეაქციაც მთლიანი ორგანიზმის ან ცალკეული უჯრედის თუ ორგანოსი თუ სისტემის სხვა იყოს და ზუსტად იგივე გარემოზე მოქმედ ფაქტორის მიმართ საპასუხო რეაქცია გამოიმუშავოს აბსოლუტურად სხვაგვარად და აი ეს არის ის საოცრება, ის უნიკალური მართლა სისტემა, როდესაც თითქოს ყველა ადამიანი ერთნაირი ვართ, მაგრამ აბსოლუტურად უნიკალური ვართ, ერთადერთი ვართ და თან აი ამდენი წელი, ამდენი საუკუნე არსებობს ადამიანი როგორც ორგანიზმი და ერთნაირი ადამიანებიც არ არსებობენ, ესეც ალბათ ამის შედეგია, რომ უნიკალური, უამრავი და უთვალავი კომბინაცია არის შესაძლებელი აი ამ ელემენტების მოკლედ ისე დაწყვილების და ისეთი სისტემის შექმნის. აი ამ კუთხით მინდა რომ ხო თქვენ სწორედ ამ საკითხებზეა ორიენტირებული. არის ინდივიდუალური გრძნობელობა, ან ეს მიდრეკილება ალბათ და არის კიდე პოპულაციური სპეციფიკა. განსხვავდებიან. ადრე არ იყო ამის ეს პოლიტკორექტულობა და ეს რასობი და რასობრივი მიდგომები. ეხლა უკვე გაიხსნა და თვითონ აი შეერთებული შტატების კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის იქ პირდაპირ არის გაშლილი თეთრი ამერიკელები, არა ესპანელები, ხო? მერე თეთრი ამერიკელები, ესპანელები, ლათინოსი. შემდეგ შავი ამერიკელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ იმიტომ რომ გამოიკვეთა სპეციფიკა არის ისეთი კონკრეტული მაგალითი აი თქვენ ბრძანეთ რომ ეს შეიძლება რაღაცა მედიატორების აი თანაფარდობა, მაგრამ შეიძლება იყოს სრულიად აი სისტემური მთლიანობის მახასიათებელი, ხო? აი ჩემი მასწავლებელი ხშირად ამბობდა იგია ჯანმრთელობაო და სიჯანსაღეო ასე მისვავ და ესეთი მაგალითი მოყავდა რომ ჯანსაღი ადამიანი ეს არის ორკესტრი, რომელიც არის შეხმატკბილებული, ანუ ყველა რეზონანსში არიან და რეზონანსში რა შეიძლება იყოს? მხოლოდ და მხოლოდ ციკლური პროცესები. ადამიანი რისგან შედგება? ციკლური პროცესების რეალიზაცია არის, ხო? მარტივი სუნთქვა, გულისცემა, ცირკულაციები, ძილღვიძილის ციკლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი
თავისთავად ეხა ბიორიტმოლოგია მთელი მეცნიერება არის, რომელიც აი ამ კოსმოსურმა ბიომედიცინამ წარმოშვა და იმპულსი მისცა. აი ბიორიტმოლოგიაში არის სწორედ ასეთი მომენტები, რომ ერთი სხვადასხვა რიტმის, ბიორიტმების მქონე ადამიანები არა ერთსა და იგივე სიტუაციაში შეიძლება სულ სხვადასხვა რეაქცია განუვითარდეთ. Ну, ერთ-ერთი მექანიზმი აი რადიაციული ლეიკოზი, ხო? რადიაციული ლეიკოზი არა მარტო მუტაგენესთან არის დაკავშირებული, არამედ სწორედ აი ამ ციკლების აჭრასთან. Ну, ეს ცოტა ისეთი ჟარგონისთვის მოდის ვიხდი. ხო, მაგრამ გასაგებია ასე უფრო, კი ბატონო. ამიტომ ზოგიერთი ადვილად იტანს ზოგიერთი შედარებით უფრო რთულად. აი ეს რადიომგრძნობელობის ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი ეს არის და ეს ამოუწურავი თემაა. ბუნებრივი. ახლა ეს ზოგიერთი უფრო ადვილად იტანს თუ რთულად ეს ძალიან ბევრი თუნდაც გენომზე, მეტაბოლიზმის სისწრაფეზე რამდენად სწრაფად ვთქვათ განვითარდება რეაქცია და წარმოიქმნება, მოხდება რეპლიკაცია და სინთეზი, თუნდაც ანტიოქსიდანტური ფერმენტების. ახლა კარგად ვიცით, რომ ანტიოქსიდანტები არის ესტროგენები, ქალი და მამაკაცი, ხო? ამ შემთხვევაში ქალი დამოკიდებულია მის ასაგზე, პოსტ და პრემენოპაუზური. ხო, ну ამავე დროს დამოკიდებულია რამდენად სწრაფად მიმდინარეობს უჯრედული ციკლი. ეს არ არის მარტო ვთქვათ უჯრედ და ორგანოსპეციფიური, არამედ თვითონ ორგანიზმი რამდენად სწრაფად მიმდინარეობს გაყოფა, ზრდა, პროლიფერაცია. ახლა ზოგი ერთნაირად ვჭამთ, მაგრამ ზოგი სუქდება და მეორე არ სუქდება, ხო? რატომ? იმას გააჩნია უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი და ამას უფრო ნელი, ხო, სწორია. ცხოვრების წესზე დამოკიდებულია, ხო, სწორია? ხო, და ის მულტიფაქტორული ზუსტად საკითხები არის ალბათ ის, რაც დღევანდელ მედიცინაში შეიძლება გარკვეულწილად აკლია. მე ვამბობ მედიცინას როგორც სააზროვნო სისტემას. მე არ ვამბობ როგორც ცოდნას, ან თუნდაც მე ვამბობ აი როგორც მიდგომას, როგორც ხედვას, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პაციენტთან საუბრობთ, კი, ვკრებთ ანამნეზს, ხო, ავადმყოფობის ანამნეზსაც, ცხოვრებისეულ ანამნეზსაც, ხო, მორბისაც, ვიტესაც და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია აი გამოვთვალოთ ყველა ის ფაქტორი, რომელიც მასზე ზემოქმედებს. რამდენი დეციბელი ყვაურია მის სახლში ღამე და დაუშვათ როგორია მისი ტემპერატურა, მის და როგორი ურთიერთობა აქვს დაუშვათ და რა გარემოში ცხოვრობს და ასე შემდეგ. ანუ უკვე იმდენი ან კვების რეჟიმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ახლა ეს საუბარი რა თქმა უნდა ძალიან შორს წაგვიყვანს და რთულია ერთი გადაცემის ფარგლებში ყველაფერი მოვხაზოთ, თუმცა მე ვფიქრობ ძალიან კარგად გამოიკვეთა ის, რომ ერთი თემა რა არის გენეტიკურად პირობადებული თუ შემთხვევითობის პრინციპით როგორ არის თუნდაც შეკავშირებული სხვადასხვა ჩვენი შემადგენელი ნაწილაკები, ატომები იქნება ის მოლეკულები თუ სხვა ნივთიერებები, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ზუსტად ერთი და იგივე წყობაც კი რომ მოხდეს ბუნებაში, თუ სხვადასხვა გარემო პირობებში მოხდება, თუნდაც ერთი ფაქტორის ზემოქმედება იქნება განსხვავებული, წავა განსხვავებული რეაქცია. ეს უკვე გასაგები გახდა მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის და აი რადგანაც ლიმიტირებულია ჩვენი გადაცემის დრო და უცებ გაფრინდა ეს დრო, მინდა რომ არ დავასრულოთ გადაცემა ისე რომ რაღაცა მაინც გარკვეული კონკრეტული ასე ვთქვათ შეფასება არ მივცეთ, აი რაღაცნაირად შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ორგანიზმზე როგორც მაინც ღია სისტემაზე. და შესაბამისად, აი იმდენად ღიაზე, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ გარემო პირობებთან ზემოქმედებაზე, არამედ კოსმოსთან ზემოქმედებაზე ვსაუბრობთ. აი თუ ამ კუთხით შევხედავთ, ჩვენ როგორც ექიმებმა, რომ აღვიქვათ სისტემა ასე. არის თუ არა, უბრალოდ ვსვამ ამ კითხვას მსჯელობისთვის. მოსალოდნელი რომ მომავალში როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის პრინციპები სრულიად შეიცვალოს და მედიკამენტოზურზე და დაუშვათ აი ტექნოლოგიურზე კი ამაზე კი არ ვიყოთ დამოკიდებული. არამედ სწორედ სააზროვნო სისტემებით და აი ამ გამოთვლებით გარკვეულად სისტემის მთლიანობის და თანაფარდობის შეფასების საფუძველზე ვეცადოთ დიაგნოზირებასაც და მკურნალობასაც. ანუ გარკვეულწილად დაუბრუნდეთ იმას, საიდანაც დაიწყო
მედიცინა. ოღონდ რა თქმა უნდა, მაშინ ნაკლები ცოდნით, მაგრამ მიდგომას გულისხმობ. არის თუ არა ამისი გარკვეული ალბათობა? თუ ჩვენ ამას ესე ღრმად გავყვებით და ლოგიკურად. ნუ მე ვფიქრობ, რომ ამ გათვლებით ეს ძალიან ხშირად კი არა, ყოველთვის ძალიან აუცილებელი და სასარგებლო, იმიტომ გვაძლევთ ჩვენ საშუალებას განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ექიმს, ხო? ექიმს უნდა კონდეს მარტო გათვალისწინება შეიძლება ძალიან დიდი და ღრმა ცოდნა კონდეს, მაგრამ იმის ანალიზის უნარი, ხო? ეხლა ყველა ვინც იცის ფანქრებს და საღებავებს იყენებს, ყველა მხატვარი ვერ გამოვა. მუსიკალური სმენა შეიძლება არაჩვეულებრივი მახვილი სმენა კონდეს, მაგრამ მუსიკალური სმენა რაზეა დამოკიდებული? ნუ თუნდაც იმ ბაზალური მემბრანის, ხო, რამდენად დიდი გრადიენტია, ხო, რომ რამდენად წმინდა სიხშირეების ცვლილება შეგვიძლია აღვიქვათ. ესე იგი, ყველა ერთნაირად ვერ აზროვნებს და შეიძლება ერთი რაღაც უცებ გაანათებს და მიხვდება რაღაც მიმართულებებით. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ალბათ ექიმის ინტუიციაზე, ხო? რაც არ უნდა ისწავლო, ალბათ ექიმი უნდა დაიბადოს. ხო? უნდა უყვარდეს პაციენტი და უნდა აი როგორც მაგალითად მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მე ვთვლი რომ ყველას უნდა უყვარდეს პროფესია. ესეც გარკვეული ენერგია. რა თქმა უნდა და იმიტომ რომ დღეს არის ეს შეხედულება სამეცნიერო განათლებში რომ ყველაფერი დასწავლადია. არა. ეს არის ყველა მხატვარი გახდება? კი ბატონო, ასწავლე და შეიძლება არაჩვეულებრივი. ანუ ექიმობაც ნიჭია და არა მხოლოდ დასწავლადი ხელობა. აი აქ არის ხელობა და ხელოვნება. კი და ეს უნდა არ იყოს ვალდებულება, რომ აი რა კარგია მორიგეობა დამთავრდა და მე მივდივარ სახლში. მესმის, სწორედ ამიტომ სამედიცინო აზროვნების სისტემა, სააზროვნო სისტემები, სამედიცინო და სამეცნიერო მსოფლმხედველობა ალბათ არის მიმართულება, რომ შეიძლება საინტერესო იყოს და არა მხოლოდ შიშველი მედიცინა ტექნიკურად მასწავლე, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამ რობოტებს. კი, ძალიან კარგია ეს რობოტიკა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს ვერ შეცვლის ცოცხალ ადამიანს. კი, იქ არის დაპროგრამირებული ყველა შესაძლებლობები, მაგრამ რაღაცა ინტუიცია მაინც ხო გჭირდება, ხო, რომელი რას გამოიყენებ. და იმიტომაც ყველა ჩვენ თქვათ ერთი და იგივე ერთნაირად რომ ვისწავლეთ და ერთი და იგივე სიტუაციაში მაინც ვირჩევთ ჩვენ გზას. კი ბატონო. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო პოზიცია იყო. ბიომედიცინა ეს უფრო ხელოვნების სფეროა, იმდენად რამდენადაც მეცნიერება ხელოვნების დარგშია ყვანილი. აი ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ინტუიცია ეს სრულიად ესეთი მოვლენა არის. აი კარგი ექიმი, რითი განსხვავდება ხელოვანი ექიმი, ხო, შეხედავს პაციენტს და დაახლოებით უკვე იცის, რასთან აქვს. მაგრამ ეს პირველადი ინტუიციაც დაფუძნებულია გამოცდილებაზე და ცოდნაზე, რა თქმა უნდა. სწორედ დღეს უკვე მივიდა ეს აკადემიური ცნობიერება იმაზე, რომ მხოლოდ ის განათლება საკმარისი არ არის. აუცილებლად ტრეინინგების სისტემა რომ არის შემოღებული, ხო? ეხლა ცუდი სახელი აქვს ეს ტრეინინგი აუცილებელია ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკულად როგორ ხდება სიტუაციას ვერ ამოწურავ. იმდენად მრავალფეროვანია. კი ბატონო. ეს შეიძლება მხოლოდ უშუალო ჩართულობით და იმით გაკეთდეს, ხო? ასაკოვან ხალხს რატო სცემდნენ პატივს? იმიტომ კი არა, რომ ეს რაღაცა აი ეს თავიდანვე იყო ტაბუირებული, ეს ცხოვრებამ ცოდნა ჰქონდათ, გამოცდილება ჰქონდათ და მათი აზრი გაცილებით უფრო კომპეტენტური იყო ვიდრე თუნდაც მტკიცებულება არ ქონოდა, მაინც ანალიზის უნარი ხდება. ამას ეხლა პრაქტიკულად ხდება უკვე ამის გამოყენება. რაც შეეხება ეხლა ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს ვერ მივა ადამიანთან. თუნდაც იმიტომ რომ
ადამიანს შეუძლია უსასრულოდ დიდი რაოდენობა ფაქტორების გათვალისწინება და უსასრულოდ მცირე რაოდენობის, მცირე ზემოქმედების. ეს შეუძლებელია ხელოვნური ინტელექტი. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ დროს ზოგავს, რომ მალე ბატონი ლადო ბახუტაშვილი აკადემიკოსი გასვენებული იცოდა თქმა, რომ თავარია ვინ უყურებს იმ მიკროსკოპში, ხო? მიკროსკოპში შეიძლება ძალიან კარგი მიკროსკოპი იყოს და ყველა შეუძლია ჩაიხედოს, მაგრამ და პრეპარატიც იგივე იყოს, მაგრამ ვინ უყურებს? ხო, ინტერპრეტაცია, ეს ჰერმენევტიკაა უბრალოდ, რომელსაც ჩვენ ალბათ ეხლა რო შევყვეთ კიდევ დიდხანს გაგვიგრძელდება საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ვინ რა კუთხით, ვინ რა ჭრილში ხედავს საკითხს, იმიტომ რომ ჰერმენევტიკის არსიც ეს არის, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას იმიტომ კი არ აკეთებს მარტო, რომ სხვადასხვანაირი გონებრივი შესაძლებლობები აქვს, არამედ იმიტომაც, რომ მას სხვადასხვანაირი გამოცდილება აქვს და ის სწორედ სხვადასხვა პირველადი ინტუიცია აქვს და თუ ამას ისევ ფიზიკური და ბიოფიზიკური მოვლენების დონეზე დავიყვანთ, არ არის გამორიცხული, რომ ესეც დაკავშირებული იყოს იმ სხვადასხვანაირ პროცესებთან, ფიზიკურ, ბიოფიზიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პროცესებთან, რომელიც ჩვენს ტვინში ვითარდება და არა მარტო ტვინში, იმიტომ რომ სხვა შორის ფსიქიატრიაში იყო ძალიან საინტერესო, როდესაც ორგანულ საფუძველს ვერ პოულობდნენ ფსიქიური დაავადებების, მერე გაჩნდა ხო აზრი, რომ ამ დროს სხვა მედიატორები, სხვა ქიმიური ნივთიერებები სინაფსებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უცნობი წარმოიქმნება, სხვა ფიზიკური ბმები წარმოიქმნება და ამიტომ აღიქვამს ის განსხვავებულად ამა თუ იმ ბგერას თუ სიტყვას თუ ვიზუალს და ამიტომ აქვს განსხვავებული რეფლექსია ამაზე და ამიტომ არ ჩვენ ორგანულ სუბსტრატს ვერ ვნახულობთ დაზიანების, მაგრამ აი ეს გამუდმებული ფიზიკო-ქიმიური პროცესები, რომელიც იქ მიმდინარეობს და ჩვენ ამას ვერ ვიჭერთ ამ ეტაპზე, ცვლის ამ ადამიანების გამოხატულებას ქცევაშიც, აზროვნებაშიც, სიტყვაშიც და რეფლექსიაშიც. და აი ამ ანალოგიას თუ გავყვებით, ჯანმრთელ ადამიანს ხო იგივე უნდა ხდებოდეს მაშინ. ამ წუთას ჩვენ ვსაუბრობთ, ჩემთან შეიძლება სრულიად სხვა ფიზიკო-ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ჩემს გონებაში და თქვენთან რა თქმა უნდა სრულიად სხვა. უბრალოდ საინტერესო ის არის, რომ აი მართლაც წამის მემილიონეთში ჩვენ ვახერხებთ მაინც რაღაცა წრედი შევკრათ და ერთმანეთს დაუკავშირდეთ ჩვენი აზრებით. და თუ ასე შევხედავთ ამ საკითხს, გამოდის, რომ ერთმანეთთან კომუნიკაციაც მაინც ფიზიკური პროცესია. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ჩვენ ვცვლით ენერგიას და ეს ენერგია მიკროტალღების დონეზე იქნება, კვანტურ დონეზე იქნება თუ ნუ ჩვენ ამას ზოგჯერ გონებრივ და სულიერ ასე ვთქვათ ფაქტორებს უწოდებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ალბათ მაინც ფიზიკურ პროცესებზე დადის და მას აქვს გარკვეული მატერიალური საფუძველი, უბრალოდ ჩვენ სიღრმისეულ დონეზე ჯერ ის არ აქვს გამოკვლეული. თუმცა მე მინდა რომ ჩვენი საუბარი დღეს დავასრულოთ მაინც იმ საკითხით, რომლითაც დავიწყეთ და გარკვეული შეთავაზებაც გავუკეთოთ ჩვენს მაყურებელს იმ თვალსაზრისით, რომ მინდა თქვენგან გარკვეული მოკლე რეზიუმე მასთან დაკავშირებით თუ რა პერსპექტივაა დღესდღეობით, როგორ შეიძლება წარიმართოთ თუნდაც ექიმების მომზადების პროცესი, რომ ჩვენ მივიღოთ ინტეგრირებული სპეციალისტი, რომელსაც ჯერ სამეცნიერო კი არ დაამთავრა და უშუალოდ მე ფიზიკის ფაკულტეტი კი არ დაამთავრა და ამავდროულად, არამედ ფიზიკოსი, რომელსაც შეიძლება მედიცინაში ინტეგრირება და ექიმი, რომელსაც შეიძლება გარკვეული ინტეგრირება ფიზიკის იმ ნაწილში, რომელიც მას ჭირდება, დიაგნოსტიკისთვის და მკურნალობისთვის, რაღაც ისეთი მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ, რა პერსპექტივები იკვეთება თანამედროვე მსოფლიოში, მე არ გულისხმობ მარტო საქართველოს ბუნებრივია, არა, მათ შორის ჩვენთან და თქვენს კათედრაზე, თუნდაც თქვენს დეპარტამენტზე რა ინიციატივებია და იგივე ბატონი გიორგისგან მინდა მოვისმინო, ვინაიდან თქვენი ლაბორატორია მაინც ამ რადიაციული საფრთხეების პრობლემას სწავლობს, რა პერსპექტივები არსებობს დღეს იმისი, რომ შევამციროთ მაქსიმალურად იმ დოზით რადიაცია, რომელიც ნორმას ჭარბობს, თუნდაც აი ხედავთ ყველა ქანი იჭრება და რა დონეზე რომ გავზომოთ ალბათ ბევრგან ნორმას ჭარბობს, რა ხდება ჩვენს სამშენებლო მასალებში, კაციშვილმა არცის და ასე შემდეგ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მართვა, რისკების პრევენცია და რისკების მენეჯმენტი.
აი ამით დავასრულოთ იქნებ დღეს ჩვენი გადაცემა და მე გავაგრძელოთ სხვა გადაცემაში სხვა დროს. კი ბატონო, სიამოვნებით. რაც შეეხება განათლების პრობლემას, ახლა ამ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ჩვენ დეპარტამენტში ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ სტუდენტს ცოდნა პროცესების ფიზიკური საფუძვლების შესახებ და ეს ნამდვილად მერწმუნეთ არ მოიცავს რაღაცა რთულ ფიზიკას და რთულ ცნებებს, ეს უბრალოდ ადამიანმა უნდა მოინდომოს თუ გაიგოს. აი მე ძალიან ხშირად ვფიქრობ, აი რაღაცა რომ ეთკინება, ხო? მე ვიწყებ, სანამ წადი ექიმთან არ მივდივარ, ჯერ მე თვითონ ვფიქრობ და ახლა მე არა მაქვს სრულყოფილი ცოდნა და ჩემ ცოდნის საფუძველზე მინდა ექიმს, რომელსაც გააჩნია კარგი ექიმს, ხო? სრული ფართე ცოდნა უნდა დააკავშიროს სხვადასხვა სისტემები. ახლა ყოველთვის როცა თერმოდინამიკას ვასწავლით ბავშვებს, ვეუბნებით, რომ თავარია სწორად აირჩიოს სისტემა. აი თქვით, კივა პაციენტს თითი მოვიდა, ნახავ ვიზუალურად არაფერი არ ჩანს, ну იფიქრებ, გადაუღე რენტგენი, მოტეხილობა არ არის, ვერაფერს ვერ პოულობ. ისე კი ეს სისტემა უნდა გააფართოვო, ვერ გამორიცხო რაღაცა. ანუ ამ შემთხვევაში დამოკიდებულია ზოგად სისხლის მიმოქცევაზე, სისხლის სიბლანტეზე, იქნება ეს სისხლი არ მოდის თითის ბოლომდე. ან ნერვკუნთოვან გადაცემაზე, ნერვული სისტემა, ან რაღაცა, ანუ სწორად შეარჩიო სისტემა და სწორედ რო შეარჩიო სისტემა, შენ ჯერ ერთი ძალიან კარგად უნდა იცოდე ეს ყველა ფუნდამენტური დისციპლინა, ანატომია, ჰისტოლოგია, ბიოქიმია, ფიზიოლოგია და ასე შემდეგ და ასევე უნდა იცოდე ფიზიკური საფუძველი ამ სისტემის ურთიერთქმედებების მექანიზმების შესახებ და იმიტომ გჭირდებათ ფიზიკა. ეს არის მარტივი, ელემენტარული, აი ბავშვი რო იწყებს სიარულს, როგორ დადის? ხელები აგაშლილი, რატო გაშლა? ვინმე ასწავლა? არა, ცდილობს რომ წონასწორობა დაიცვას, რომ სიმძიმის ცენტრი იყოს ფეხებს შორის, ხო, სწორია. როცა ყინულზე როგორ დავდივართ, ხო? ან ღრმა თოვლში ვცდილობ ჩქარა გავიქცეთ, რომ არ ჩავფლავდე. ხო, ну ამას უკვე ორგანიზმია, რა თქმა უნდა. ეს არის როგორც ჩვენ ვიწყებთ სისხლის მიმოქცევა. ქვეცნობიერად უკვე ხდება. ქვეცნობიერად ხდება უკვე ამ ფიზიკის კანონებს ჩვენ ვსწავლობთ სიცოცხლის განმავლობაში. ხაბატონ თამარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ სკოლიდანაც უნდა ისწავლებოდეს აი ესეთ სახალისო ფიზიკა, რომლითაც შეაყვარებენ ამას და გაიგებს თავის, აი მართლა სიცოცხლის შემეცნებას შეეცდება და საკუთარი სხეულის შემეცნებას შეეცდება, იმიტომ რომ გნოსეოლოგია ძალიან რთული თემაა, მაგრამ ფიზიკურ დონეზე საკუთარი სხეულის ცოდნა, საკუთარი სხეულის აღქმა, მე ვფიქრობ თვით შეგრძნებას უწყობს ხელს და თვით შეგრძნება მარტო ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაა მნიშვნელოვანი, თვით შეგრძნება და გარკვეულწილად საკუთარი თავის აღქმა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი კითხვა მინდა რომ აი სრულყოფილი პასუხი რომ მივიღოთ, შეეხება არა მარტო ფიზიკური მოვლენების ახსნას ჩვენ სასიცოცხლო სისტემებში, არამედ სუფთა მაგალ ტექნოლოგიური თუნდაც აპარატურის დანერგვას და გამოყენებას მედიცინაში. რამდენად არის შესაძლებელი, თუნდაც სამეცნიერო ფიზიკოსების თემა რო ავიღოთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ კუთხითაც ინსტიტუტშივე მიიღოს რაღაც ბაზისური განათლება სტუდენტმა და არ მოუწიოს ყოველთვის რაღაცა ცალკე დაუშვათ მიმართულების შესწავლა. სწორედ იქეთკენ მივდივართ, აი სწორედ ეს სადიაგნოსტიკო სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ სულ სხვა დონეზე და აიყვანა ეს მეცნიერებები და სხვა მოთხოვნები უკვე სხვა ცოდნა მოითხოვება იმ სპეციალისტებისგან, ვინც მუშაობს ამ სადიაგნოსტიკო აპარატებში. აი ბატონი გია ჩემზე კარგად ისაუბრებს ამ თემაზე, ხო? რომ ეხლა უკვე ნებისმიერი პროცედურა, როცა რადიოლოგიური უნდა ჩაუტარდეს პაციენტთან, ჭირდება პაციენტის თანხმობა და იმისთვის თანხმობა უნდა აუხსნა პაციენტს რისკი და სარგებელი. ის ზიანი უნდა უთხრა, აუცილებლად ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება იწვევს დაზიანებას, ხო სწორია, მაგრამ ისეც უნდა აუხსნას სარგებელი, რომ ამ შემთხვევაში არსებობს ალბათობა, რომ შეიძლება რომელიღაცა უჯრედის მალიგნიზაციაც მოხდება, ხო? მაგრამ ამავე დროს ჩვენ ეჭვება აქვს, რომ გაქვს სიმსივნე და ჩვენ თუ არ გვეცოდინება სად მდებარეობს ეს სიმსივნე, ჩვენ მაგას ვერ
ვუმკურნალებთ. კი ბატონო. და ეს უნდა აუხსნა და ეს რო აუხსნა პაციენტს უნდა კონდეს შესაბამისი ელემენტარულად ცოდნა, კი ბატონო. და სწორად ამიტომ დადგა დღესდღეობით არა მხოლოდ საქართველოში და არამედ მთელ სოფლიოში, ხო? აი სამედიცინო ფიზიკოსის პრობლემა, რომ სწორედ სწორი დაგეგმარება იმ პროცედურების, დასხივების უნდა შესრულდეს სპეციალიზირებული ცოდნის, განათლების მქონე ადამიანის მიერ და ამ შემთხვევაში ამას უნდა გქონდეს უკვე მართლა ფიზიკის საბაზისო ცოდნა, ანუ იქ არ დაიშვება ადამიანები, რომელსაც არაა გავლილი ბაკალავრიატი ფიზიკის ფაკულტეტზე და არ აქვს მიღებული შესწავლილი შესაბამისი დისციპლინები. გამოდის რომ მაინც აი ამ სამედიცინო ფიზიკის მიმართულება ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, ისწავლო მედიცინაც 6 წელი, მერე გაიარო რეზიდენტურა, ისწავლო ფიზიკაც, ეს ხო შეუძლებელია და რა თქმა უნდა, ხო. კი, შეიძლება, ჯობია საბაზისო იყოს ფიზიკა, ისწავლე და ყველა აკეთოს თავისი საქმე. მართალი გწანდებით, ამიტომ ვიკითხე ზუსტად რამდენად არის ესეთი ინტეგრირებული პროფესიები მომავალში მოსალოდნელი და რომ დავხუროთ დღევანდელი გადაცემა ისეთი, ასე ვთქვათ, კეთილსაიმედო და პროგნოზულად საიმედო ჩვენთვის ინფორმაციით რადიაციული უსაფრთხოების მხრივ რა გამოწვევები არსებობს და რა მიღწევებზე შეიძლება ვისაუბროთ? ნუ გამოწვევებზე ახლა რისკი მინიმალური ნებისმიერ პროცედურაშია, ხო? აი ახლა ჩვენი უკანასკნელი ნაშრომი შეეხებოდა COVID-თან ასოცირებულ რისკებს, ვიცით, ხო? COVID-ის დროს გულკერდის კატე უზარმაზარი დატვირთვები არის სოფლიოში. სადღაც 500%-ით არის გაზრდილი აი ამ COVID პანდემიის მთელი რიგი კვლევებია და 18-ჯერ არის გაზრდილი 10-დან 30 წლამდე, ანუ ყველაზე უფრო რადიომგრძნობელ. ნუ არის შრომები, სადაც ნაჩვენებია, რომ საერთოდ ახლა COVID-ისგან დამოუკიდებლად სადღაც 3%-ია საერთო ონკოავადობის დაკავშირებული. ახლა 3% ერთი შეხედვით არაფერი არ არის, ხო? მაგრამ აი შეერთებული შტატებისთვის ეს არის 29000 ახალი კეისი, კიბოს კეისი. ეს ძალიან დიდი. განვაპიროვნებთ ეს ძალიან დიდი. დიახ და იაპონიაში სადაც ორჯერ მეტია კატეების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე, იქ გაორმაგებულია, უკვე 5%-ს აღწევს, ხო? ნუ ჩვენთან სიტუაცია ახლა ეს ესეთი კომპლექსური კვლევა იყო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბატონი ლევანი არის რატიანი ამის თანამონაწილე იქ მისი ინფორმაციები მონაცემებია CDC-ის მონაცემებია გამოყენებული და ერთი წლის განმავლობაში რა მოსალოდნელი რისკია ფონური რისკი გაიზრდება 0.3%-ით მიზერია ხო მაგრამ 10-დან 40 წლამდე უკვე 3%. ანუ იცით რა არის თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ აქ ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ხო არ შედის იმ ეს ხო რჩება რეცესიული მუტაციის დონეზე, ხო? შემდეგ ის სად ამოყოფს და როგორ ამოყოფს და ეს ხო გრძელდება, აკუმულირდება. ხო, რა თქმა უნდა. ხო და აი ამ თვალსაზრისით არის ახლა. აქ დაახლა ეს საიქნება ხვალ და მომავალ თაობებში. ამას ითვალისწინებენ. ახლა ეს მარტო ისე არ არის, რომ დეკლარაციების და იმის დონეზე, ხო? რა ყველაზე უფრო ოპტიმალური რა გადაწყვეტილებაა, რომ როგორ შეიძლება მედიცინაში დოზას ვერ შეცვლდა. ხო? უპირველესი მაინც სამკურნალო დიაგნოსტიკური ეფექტი. ანუ ერთადერთი ეს არის დასაბუთების პრინციპი, რომ სარგებელი უნდა აჭარბებდეს რისკს. სარგებელი რისკის ბალანსი. რომ ნახეს, რომ სარგებელი, ნუ ექიმისთვის ეს მარტივი, შედარებით უფრო მარტივია, მაგრამ რისკის გათვლას სჭირდება ხანდახან ინსტიტუტის დონის ისენი, ხო?
ჩვენ 2016-ში ვიყავით, ხო, იმაში ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია. უზარმაზარი კონფერენციები იმართება, რომ როგორმე მოახდინონ აი ამ კომპეტენციების იმას ჩართვა კურიკულუმებში სამედიცინო ვერ მოხერხდა. და მოხდა რა, რომ სამედიცინო ფიზიკოსი გამოიყო, რომლის კომპეტენცია ერთ-ერთი უმთავრესი ეს არის უსაფრთხო რა ეგულისხმება, რომ უნდა ურჩიოს რისკი, რასთან არის დაკავშირებული, ანუ სარგებელს ექიმი აკეთებს ეს რისკს საზღვრავს და ამავე დროს მინიმიზაციას აკეთებს, ოპტიმიზაციას. და აი ასეთი სიმბიოზი, ანუ ეს უკვე წარმოიქმნა კოლექტიური. ბიოეთიკაც მაგაშია ჩართული, რომ უნდა დაასაბუთო, რომ სარგებელი risk-benefit ratio-ს რო ვეძახით, ეს ზუსტად ამაზეა. და ურთულესი პრობლემა არის, რატომ? იმიტომ რომ თავისთავად არა, ცოდნის სფეროები რო შევადაროთ, ხო? ფიზიკა და ბიოლოგია. ერთი ზუსტი მეცნიერებებია, იქ სულ სხვა მიდგომებია საჭირო, მეორე, აი როგორც ვთქვით, განუზღვრელობის ხარისხი უზარმაზარია და აი ეს ყველაფერი ერთში, არ ვიცით, ნახოთ, ამაზე მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გარკვეული დროის შემდეგ რო შევხვდეთ, არა, ალბათ მაშინ უფრო ესეთი გეთანხმებით, ამიტომ თქვი წეღან რომ ფაქტია რომ ჩვენ ალბათ კიდევ შევხვდებით ამ გადაცემის ფარგლებშიც შეიძლება სხვა გადაცემაშიც უფრო გაფართოებული, ასე ვთქვათ, შემადგენლობით ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ თემა ძალიან საინტერესო მგონია, შეიძლება ცოტა რთული ჩანს საქმელად მაყურებლისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ეს ყოველ სწორედ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტორები ჩვენზე ისე რომ გარკვეულწილად ის რაც ცხოვრებისეული ყოფითი რისკები, სადაც არსებობს ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ პროფესიული ვალდებულება გვაქვს, რომ ნებისმიერი ის სამედიცინო манипуляცია დიაგნოსტიკური იქნება ის პრევენციული თუ სამკურნალო, ისე დავგეგმოთ, ისე ჩავატაროთ, რომ მან რა თქმა უნდა სარგებელი მეტი მოუტანოს ჩვენს პაციენტებს ვიდრე ზიანი, ეს ერთი მხარეა და მეორე მხარეა, როდესაც კონკრეტულ ადამიანზე კი არ ვსაუბრობთ ზოგადად, არამედ ვსაუბრობთ ჩვენი გარემოს, ასე ვთქვათ, რადიაციულ უსაფრთხოებაზეც, იმიტომ რომ მე მახსოვს ეს კლინიკებად რო დაიყო და ერთ კლინიკაში 17-18 კლინიკა რო განლაგდა და ლამის ყველა სართულზე იყო რენტგენიც, კატეც, რადიოთერაპიაც და ასე შემდეგ. თუ ვფიქრობდით რა ხდება ახლა ამ კლინიკის გარშემო, ვინმე თუ ზომავს საერთოდ როგორია აქ რადიაციის დონე და ბუნებრივია რეგულაციები არსებობს, ბუნებრივია ამ რეგულაციებს ძალიან მკაცრად ამოწმებენ და კლინიკებიც მკაცრად იცავენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არის კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით გასაკეთებელი და ძალიან მიხარია, რომ თქვენს ცენტრში არსებობს რადიაციული უსაფრთხოების პრობლემების ლაბორატორია, ვფიქრობ ძალიან ბევრი საინტერესო თემა გექნებათ. მომავალში კიდევ ჩვენთვის მოსაყოლი და ასახსნელი, როდესაც შევხვდებით, დღეს კი ამით დავასრულოთ. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და იმედს ვიტოვებ, რომ ის შრომა, რომელსაც თქვენს პროფესიაში და თქვენს საქმიანობაში დებთ, უკალოდ არ დაიკარგება, წაადგება ჩვენს როგორც სააზროვნო სისტემებს, ასევე პირველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობას და ჯანსაღ გარემოს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.